ძველ დროში ამ ადგილას იყო დიდი და ლამაზი სოფელი, რომელსაც ვაშლოვანი ერქვა. სოფლის დასავლეთით, საიდანაც მზე ჩადიოდა, იყო ვენახები და მინდვრები. აღმოსავლეთ მხარეს, საიდანაც მზე ამოდის, კი უღრარი ტყე ფარავდა მთას. სოფლის სახლები ქვით იყო ნაშენები, რაც გვაფიქრებინებდა, რომ აქ შეძლებული ხალხი ცხოვრობდა. სოფლის ბოლოს, ტყესთან ახლოს, იდგა მშვენიერი ორსართულიანი სახლი, ლამაზი აივნებით. ეს სახლი ეკუთვნოდა თავად ზურაბ ქართველაძეს, რომელიც კახეთში ცნობილი იყო თავისი სიმდიდრით და გულმოწყალებით. მის ცოლს ერქვა მაგდანი. ის იყო სუსტი აგებულების, მაგრამ ძალიან კეთილი ქალი. ყოველდღე მაგდანის სახლში მზადდებოდა ბევრი საჭმელი, მაგრამ ხანდახან საჭმელი მაინც არ ჰყოლნიდათ, იმიტომ რომ მაგდანი უზიარებდა საჭმელს ყველას, ავადმყოფსა თუ ღარიბს. ის ყველას ეხმარებოდა, ვინც გაჭირვებაში იყო. მაგდანი ამასთან ძალიან კარგად მღეროდა. მისი ხმა ისეთი ლამაზი და ნაზი იყო, რომ ვინც მოისმენდა, აღარასოდეს ივიწყებდა. მის ქმარს ზურაბს დაკვრა ძალიან კარგად ეხერხებოდა. როცა ზურაბი უკრავდა და მაგდანი მღეროდა, ეს იყო ყველაზე ლამაზი სანახაობა. ზურაბი და მაგდანი 5 ან 6 წელია დაქორწინებულები იყვნენ. ჰყავდათ ერთი პატარა გოგონა, სახელად ქეთო, რომელიც 3 წლის იყო. ქეთო იყო ლამაზი, ცქრიალა და მხიარული ბავშვი. ქეთოს ძალიან უყვარდა დედის სიმღერა, როცა მაგდანი მღეროდა, ქეთო ჩუმად უსმენდა და ღიმილით შეხურებდა. მშობლები ქეთოზე გაგიჟებით სრულობდნენ და ძალიან უყვარდათ.